თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების კვლელობა, გატაცება ჩვენ ტერიტორიაზე, ამას ქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება მართლაც საუკუნეების მანძილზე უყურებთ უცვლელად რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, რომ ვითომც არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი. ეს არის ევროპა, ეს არის მშვიდობა და ეს არის მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც ვჯერა სხვა პერსპექტივის და ძალიან გასაკვირი არის, თუ ვინმე შეიძლება საქართველოში, ვინმე შეიძლება ჯეროდეს მომავალის რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე, ვინმე ჯეროდეს, რომ შეიძლება წავიდეს და ისწავლოს რამე რუსეთში, ვინმე რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რაღაცა მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენ პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში. ამიტომ ჩვენ ხვალ ვაპირებდით, ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვაპირებდით და ვგეგმავდით ხვალ 8 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. არა ჯერ ზეიმისთვის, იმიტომ ზეიმი იქნება თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიდაც ყველანი იქნებით ჩართული. ყველა ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ეს უნდა იყოს ერთიანი, დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი. რადგანაც რუსეთმა სადად კიდევ შეგვიცვალოს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ მართლაც დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, ჩვენ შევცვალეთ ამ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი. ჩვენ ხვალ შევიკრიბებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენ ხმას, შენ ხმას. ყველა ინდივიდუალურად და ყველანი ერთად და აქ ყველანი უნდა ვიყოთ, ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ჩვენ ხელმოწერების კამპანიას, რამე თუ რუსეთი ვერასოდეს აწი ვეღარ შეგვიცვლის ჩვენ დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით. ეს არის ნება საქართველოს ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამას გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ჩვენ ის, რაც საქართველოს ეკუთვნის იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიან ყოფნის მომავალი. ხვალამდე 8 საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპას.